Sağır değilim. Ursarmaglija. Ყველაფერი მესმოდა. ერთ სახლში ვცხოვრობთ. მე კარგი, მაგრამ ბუქეთმა რა ქნას გამოცდებზე. გამოძინებელი წავიდეს, რომ ვერ ჩააბაროს რა ეშველება. მასწავლებელო ბომბიც რომ ამიფეთქონ, მაინც ვერ გამაღვიძებენ. ჩემზე ნუდარდობთ. მე მომეწოდება. პატარა ძალიან ტკიოდა. ძალიან. თოთ მაბადეეთ აფთიაქში წამალს ვუყედი. წამალი კი არა, სალიხაც მოვიდა. მომიზრა. დილამშვიდობის. ბუკეთ, აჭამე. დილამშვიდობისა. ძალიან დამაგვიანდა. შენ წადი, ბავშვს მე ვაჭმე. გმადლობ, მომისმინე. წვეთები და საფენები არ დაგავიწყდეს. 11-ზე ხილი უნდა აჭამო. თუ არ შეჭამს, 100 თითქოს პირველად ვიტოვებდე. წადი დაგაგვიანდება. ჩემი ახალი ნომერი არ მithkoms. კარგი, აფთიაქში წამალს ვიყიდი. მოვიდან და მე რა გეტყვი. 100 შენ წადი, აფთიაქი ჯერ დაკეტილია. მოგვიანებით თვითონ ვუყიდი. დაუჩქარე. შეთანხმებული ვარ. ჩემი რეკომენდაციით მიდიხარ. წადი სანამ იმ ხალს ცლა არ დაუმთავრებია. გელოდება. მიდი. გიუნერ მასწავლებელო. დიდი მადლობა. წადი, შვილო, წადი. კარგი. მიდი ასი. შვილო, დედიკო სიხარულო. ახლა უკვე დიდი ბიჭი ხარ. ჭკვიანად მოიქეცი. და კიდევ სალიხა, წადი. ჩვენზე ნუდარდობ. ვაკოცე, ახლა წავალ. მორჩა, ნახვამდის. როგორ გიკითხოთ, გიუნერ მასწავლებელო? თქვენი წყალობით შესანიშნავად. მთელი ღამე არ მძინებია. ბავშვს კბილი ამოსდის. მომისმინე შვილო. მამი და შენს დიდ პატივს ვცემ და შენც მიყვარხარ. 100-იც არა ჩვეულებრივი გოგოა, მაგრამ ეს ბავშვი თუ ასე გააგრძელებს არაფერი გამოვა. ჩემს ასაკში ასეთ ხმაურს ვერ გავუძლებ. ბუქეთიც მეწოდება გამოცდები აქვს. ისედაც რთული ლექციები უტარდება. იურიდიულზე სწავლობს. ასე არ შეიძლება. ეს რას გავს? 100 დაელაპარაკება. ფაბრიკაში ბაგაბაღია. სამუშაო თუ მიიღებენ, ბაგაც გარანტირებული იქნება. გაბადარი ასე მოვიდა მიღებაზე გიუნერ ჩამმა ჩაწერა მასწავლებელმა. კარგი, გმადლობ. გთხოვთ. შემოდი ასე. გამარჯობა. დაჯექი. ასე, ძვირფასო. გიუნერ მასწავლებელმა მითხრა რა მდგომარეობაშიც ხარ. ნახოთ რითი შევძლებთ შენს დახმარებას. რამე სპეციალობა გაქვს? სადმე გიმუშავია? აქამდე სად მუშაობდი მომიღევი? მუდანიაში ლიცეუმი დავამთავრე. უცხო ენა იცი? რამე კურსებზე ხომ არ გივლია? სამწუხაროდ არა. კომპიუტერს თუ ვფლობ, საოფისე პროგრამას ვგულისხმობ. ჯერჯერობით არა, მაგრამ თუ ვინმე მასწავლის, უცებ ავითვისებ. სიმართლე გითხრათ, რესტორანში ვმუშაობდი. იქ ცოტა გამოცდილება მივიღე. ჩვენი რესტორანი საკალმახე მეურნეობაში იყო. რადგან რესტორანში მუშაობდი, მაშინ კულინარიაშიც უნდა ერკვეოდე. ასე ვთქვათ, მზარეულად გამოდგები არა? Aramıza hoş geldin. კეთილი იყოს ჩვენს რიგებში შენი მობრძანება. მე ნილი ვარ, ასეა. ეს ფორმა ჩაიცი. ეს კი თავზე დაიხურე, ყურადღებით იყავი, რომ თმის ხერიც არ ჩამოგვარდეს. ჩვენი უფროსი ცოტა ჭირვეული კაცია. შეეცადე არ გააბრაზა, თუმცა კარგი ადამიანია. ვინც კარგად მუშაობს, მას არ ერჩის. საკმაოდ მძიმე სამუშაოა. 300 ადამიანისთვის გვიხდება საჭმლის მომზადება. ახლა ცოტა გაჭედილები ვართ. არასაკმარისი პერსონალი გვყავს. კარგია შენც რომ დაგვემატე. უფროსი სახლობელი ხარ? არა, არც იმდენად. კარგი, მაშინ ჩაიცვი და ქვემოთ ჩამოდი. ეს გამოგვიგზავნეს? ასია. მომისმინე ასე. იმ პომიდრებს ხედავ. სწორად უნდა დაჭრა.
გერძების მომზადებაც შემიძლია. კარგი გამოცდილება მაქვს. რას ამბობ? საკალმეხ მეურნეობაში რესტორანი გქონდა. მე გასაგებია, ჩემი ადგილის დაკავება გინდა არა? რა პრობლემაა? გთხოვთ მოგზანდეთ. გამომართვი გოზე. არა, არასწორად გამიგეთ. მერთო. კარგი, ნუ გეწყინება. მოსაწევად გავიდე. მიდი დაიწყე. დედა გიუნერი ყველა საყვედურობს. რა მოხდა ასია? ცუდი ამბავია? შეფმზარეული მთელი დღე იმეორებდა, რომ ვიღაცის პროტეჟე ვარ. ჩემზე გაბრაზებულია. ერთ დღეში ერთი თვის სამუშაო შევასრულე. ტონე პომიდორი და 300 თებში გავრეცხე. უამრავი საყვედური მოვისმინე. გიუნერი ცალკე თემაა. ყველაფერში ცხვირს ყოფს. ეს ასე არ კეთდება, ასია. ისე უნდა გააკეთო. ძალა აღარ მყოფნის. წვიმას მოვერიდე და ქარიშხალში მოვყევი. იცი რაზე ვოცნებობ? საწოლზე დავწვე და ჭერს შევხედო. მინდა ერთ წამში უჩინარი გავხდე. ძვირფასო მეგობარო, ნუტირი ჩემო კარგო. მორჩა, ადექი, დასაცმელი ჩაალაგე. ჩემთან მივდივართ. ერთად ვიცხოვროთ. არ შეიძლება. ამჯერად არ გამოვა. მარტო ცხოვრება უნდა ვისწავლო. თავიდან ყოველთვის რთულია. მაგრამ თავს გავართმევ. ის უნდა გავაკეთო. თავს გავართმევ. გპირდები? საჭმელი გაცივდა. სათხართ. დავედით. მოვდივართ. დაიჯერე. მოდი ჩემთან. ზმაო, რას ნიშნავს არის ის სად არის? სალიჰა სად არის? როგორ არ უნდა იცოდე რას აკეთებს? სად ადის? გასაგებია სასალკე ცხოვრობთ, მაგრამ ასე თუ ისე შენი ცოლია. ზმაო, რამდენჯერ მევკითხე, მაგრამ თავიდან მომიშორა. დედამისი ავად გახდა და მას სულის. თან ვერაფერს დავაძალებ. კარგად იცი რა ურთიერთობა გვაქვს. მეუბნება შენ არ გეხებაო და მიდის. ხდება რომ ასიეს გამოვეკითხები. ზმაო, ცოტა მოითვინე, შეტყობინება ხომ გამოგიგზავნა, არა? გითხრა დრო მოვა და შულს ნახავ, ხო? ცოტა მოითვინე. რამდენიმე დღით შენს მიეგზავრები ხოლმე. თითქოს ბავშვს ყოველდღე ნახულობ. ჩემს სულელეს მოაპარაკობ. თორსა შეჯიბრებაზე მოდიოდი, შულს ყოველდღე სკაიპით უყურებდი. ახლა ესეც არ შემიძლია. კარგი ძმაო, კარგი, არაფერი მეგულისხმია. მომისმინე. კიდე ბალახის ჩაი მოგიმზადო. ცოტას დამშვიდდები. ჩემ რა ბალახის ჩაი რას ბოდავ? ძმაო. ჩემო ლამაზო ბიჭო. არი ცალკო. კარგი ძვირფასო. ჩემო საყვარელო. მიეჩვევა. არ შემიძლია კიდევ ერთხელ ვაგოცებ. კარს ვკეტავ, წადი.